გოგონა მარგალიტის საყურით. ეს იან ვერმეერის ნამუშევარია. სურათზე გამოსახულ გოგონას ხშირად ჩრდილოეთის მონალიზას უწოდებენ. ნამუშევარი ამჟამად ჰააგაში, მაურიც ჰეიში ინახება. სურათი ვერმეერის მიერაა ხელმოწერილი, თუმცა უცნობია მისი შექმნის თარიღი. მუზეუმში მითითებულია, რომ ნამუშევარი ვერმეერმა დაახლოებით 1665 წელს დახატა. უცნობია ისიც, თუ ვინ არის გამოსახული ზემოხსენებულ ტილოზე. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ეს გოგონა ვერმეერის ქალიშვილი მარიაა. თუმცა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ მხატვარმა ეს ტილო შეკვეთით დახატა. საუბრობენ იმაზეც, რომ საყურე, რომელიც გოგონას უკეთია, სულაც არ არის მარგალიტის. საყურის დიდი ზომის გამო ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია საყურე, რომელსაც ჩვენ მარგალიტის საყურედ ვიცნობთ, ვენეციური მინით ან სადაფით შექმნა ოსტატმა. დიდი ზომის მარგალიტები, მაგალითად ეგრეთ წოდებული პუერტოსა და ლაოძის მარგალიტები, ძალიან იშვიათად გვხვდება ბუნებაში და შესაბამისად ძალიან ძვირი ძღირს. მათგან ერთი, პუერტოს მარგალიტი 34 კილოგრამს იწონის, ლაოძის მარგალიტი კი 6,4 კილოგრამს. მისი დიამეტრი 23,8 სანტიმეტრია და დაახლოებით 40 მილიონ დოლარადაა შეფასებული. თეორიულად, ამგვარი დიდი ზომის მარგალიტის დანაწევრება და მისგან დიდი ზომის მარგალიტის სამკაულების დამზადება შესაძლებელია, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ იმ ხანად ვერმეერს ასეთი ძვირადღირებული საყურე ჰქონოდა. ყურადღებით დააკვირდით ვერმეერის კიდევ ორ ნამუშევარს. როგორც ხედავთ, სამივე ნამუშევარში გამოსახული საყურე ერთმანეთს ძალიან წააგავს. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს საყურე ვერმეერის ოჯახში ინახებოდა როგორც ოჯახური რელიკვია. და სწორედ ამიტომ მხატვარი მას მთელ რიგ ნამუშევრებში ერთგვარ რეკვიზიტად იყენებს. 1994 წელს ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარდა. სწორედ ამ დროს რესტავრატორებმა საყურეზე პატარა ლაქა შენიშნეს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნამუშევარზე მანამდე ჩატარებული არასწორი რესტავრაციის შედეგად დარჩა. აქ კი თვალნათლივ შეგიძლიათ დაინახოთ, როგორი იყო საყურე რესტავრაციამდე და როგორ გამოიყურება ის რესტავრაციის შემდგომ. ვიქტორ დესტიურსის რჩევით, ეს ტილო 1891 წელს დესტომბემ ჰააგაში აუქციონზე შეიძინა. ნამუშევარში მან მხოლოდ 2 გულდენი და 30 ცენტი გადაიხადა. ვინაიდან დესტომბეს არ ჰყავდა შვილები, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ანდერძი შეადგინა, რომლის თანახმად მის კოლექციაში არსებული ნამუშევრები მაურიც ჰეისის მუზეუმს უსახსოვრა და მართლაც 1902 წელს, დესტომბეს გარდაცვალების შემდეგ მის კოლექციაში არსებულ სხვა ნამუშევრებთან ერთად ამ ტილომაც მაურიც ჰეისის მუზეუმში დაიდობინა. 2003 წელს ტრეისი შევალიეს, იგივე სახელწოდების რომანის მიხედვით, გადაიღეს ფილმი გოგონა მარგალიტის საყურით. გოგონას როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს.